მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი ბინის ახალი ეპიზოდით დაგიბრუნდით. ბევრ რაღაცას გავაკეთებთ ამ ბინაში დღეს და რა თქმა უნდა ყველაფერს გადავიღებ და გაჩვენებ. ძალიან ბევრ რაღაცასაც ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რასაც გავაკეთებ გაჩვენებ. მიხარია ხოლმე ახალი ეპიზოდი როცა იდება, იმიტომ რომ წინ და წინ მიდის საქმე. მოკლედ დავიწყოთ მოდი ელექტროობით. მოვედი საკაბელში, რომელიც მდებარეობს წერეთლის 111 ნომერში. სადაც შევიძენთ ელექტროობისთვის საჭირო პროდუქციას. უკვე 67 წელია საკაბელში ვაწარმოებთ ქართულ პროდუქციას, საქართველოში წარმოებულ კაბელს საერთაშორისო სტანდარტებით და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი პროდუქცია არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ხარისხი არის გარანტირებული. ჩემი კოლეგა გადაგაკვალიანებს კონკრეტულად რომელი კაბელი შევარჩიეთ თქვენი პროექტისთვის. და გავიდა რამდენიმე დღე მეგობრებო და გაჩვენებთ ეხლა რა გაკეთდა აქ. მოკლედ, დასრულდა ელექტროობა, როგორც ხედავთ, დაიქცელა მთელი ბინა ჩვენი საკაბელის კაბელებით და რა თქმა უნდა მთავარია გაკეთდა გიფსოკარდონი ბინაში და აგერ როგორც ხედავთ აქაც განათებების რაღაც არის მოკლედ ყველგან ჩამოშვებულია ეს ჩვენი კაბელი. ოპალა კაი და გაჩვენებთ ეხლა კიდე ვანნა ტუალეტში რა ხდება. როგორც ხედავთ, წყალგაყვანილობაც გაკეთდა, დასრულდა. ნელ-ნელა უკვე დავიწყებთ კაფელმეტლას. მივდივარ ახლა ვიტრაჟში. ვიტრაჟში უნდა ავარჩიო უნიტაზები, ბიდე, ონკანები და მსგავსი აქსესუარები. და რა თქმა უნდა, ყველაფერს გადავიღებ, გაჩვენებთ, რას ავარჩევ, როგორ ავარჩევ. ვიტრა არის ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარის. ეხლა არის შუა დღე, 12 საათი. და ნახეთ რა საცობია. ესეც ჩვენი ვიტრა, მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი და ჩემი ფეხიც. აუ, რამდენი რაღაცაა. კაი, მოდი ეხლა დავიწყოთ შერჩევა. ჯერ ვფიქრობ ონკანებს შევარჩევ. შავი ფერი გვაქვს გადაწყვეტილი რა. ჭუხელსაბას ვფიქრობ ესეთი ჩვეულებრივი, მე მგონი ოკეია რა, შავი ფერის. ანუ ეს ფერები მე არ მომწონს. უეჭველი შავი უნდა იყოს. და მეორე ვარიანტია კიდე ჩასაშენებელი ვარიანტი რა, ესეც შეიძლება პრინციპში. აი მარტო ესენი გამოჩნდება რა და ეს. კაი, ეს ოკეი, წამოიხა უნიტაზი ავარჩიოთ. ვიზუალში დიდი სხვაობა არ არის ამ უნიტაზებში. ამიტომ ერთ-ერთ მათგანს შევარჩევ რა. თეთრი ფერი მინდა, ეგ უეჭველი ვიცი. დიზაინში ეგრეა გადაწყვეტილი და უეჭველი უნდა იყოს ჩასაშენებელი რა. იცი რა მაინტერესებს? ფასში ხავ ხედავ რომ სხვაობებია რა. და ვიზუალურად დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და აი რაშია სხვაობა, რატო ღირს თქვა ეს უფრო ძვირი ვიდრე აი ეს. განსხვავებები ამ შემთხვევაში არის ჩარეცხვის ტიპები. გვაქვს როგორც წრიული ჩარეცხვა, ასევე წერტილოვანი ჩარეცხვა. წერტილოვანი ჩარეცხვა არის სტანდარტული ტიპის ჩარეცხვა, რაც გულისხმობს, რომ ბორტაზე ყველა მხარეს აქვს წერტილები, საიდანაც გამოდის წყალი. და წრიული ჩარეცხვა უკვე არის თანამედროვე, რომელიც მოვლის კუთხით არის უფრო პრაქტიკული, სადაც აი ეს დეტალი ანაწილებს წყალს სამ ნაწილად, გამოდის გვერდებიდან და ასევე დაბლიდან. ანუ მაგიდან გამომდინარე განსხვავდება ფასი. გვინდა რომ ბიდე და უნიტაზი იყოს ერთნაირი. ამიტომ ყველა უნიტაზს არ აქვს ხო თავისი შესაბამისი ბიდე. ხო, ამ შემთხვევაში რომელი სერიის უნიტაზიც გაქვთ შერჩეული, იმავე სერიის ბიდი არის წარმოდგენილი. თქვენ შეარჩიეთ წრიული ჩარეცხვით, ანუ წრიული ჩარეცხვი როგორც გითხარით, მოვლის კუთხით არის უფრო პრაქტიკული და ნუ ვიზუალურადაც საკმაოდ დახვეწილი არის ეს მოდელი. ხო, და ბიდეს ვიზუალში ჯდება რა, ანუ ზუსტად იგივე არის. ოკეი, იყოს ეს. დიზაინში კი გვაქვს კაფელმეტლახი, მაგრამ ბოლომდე შეჯერებული არ ვართ ფერზე და ფაქტურაზე რა. რაღაცა ესეთი ძალიან მომწონს, აი ესეთი პატარა ზომის კაფელი. ნახოთ, მაღაზიაც მივალთ, იმედია ძალიან მალე. ამ ვიდეოში შეიძლება ეგ არ იყოს, მაგრამ შემდეგ ვიდეოში დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე დავასრულებთ ვანა ტუალეტს. წერტილებს და გაჩვენებთ როგორი გამოვა. ხო, ვანას სხვათა შორის ვანას დედავატირე. აბაზანაც სხვათა შორის დასარჩევი გვაქვს. და აი ფიქრობთ ესეთი ტიპის ავიღოთ, ცოტა რაღაც ვინტაჟური სტილის თუ აი რაღაც ესეთი თანამედროვე რა. მაგაზეც ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდით ჯერ.
ესე იგი, მეგობრებო, ეხლა უნდა დავარჩიოთ მექანიზმები და აბა დაგვეხმარე, აი რა სხვაობებია, მე ვერ ვერკვევი დიდად. როგორ უნდა ავარჩიო, თქვათ, რომელი დავაყენო ეხლა ჩემთან. თუ უშუალოდ კედელში აშენებთ, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ 9 სანტიმეტრიანი. აი, ანუ ამას ავიღებთ. ეს გვინდა 2 ცალი. ტრაპიც უნდა შევარჩიოთ. და მე მგონი, აი, ესეთი ტრაპი მოუხდება ჩვენს აბაზანას. ანუ ეს იმით არის კაი, რომ ნახე. ანუ აქ კაფელს ჩააკრავ რა. აქეთაც კაფელი დაეკრება და ანუ რეალურად თითქმის არც არაფერი არ გამოჩნდება, მარტო აი ეს ხაზი გამოჩნდება რა. დაიფარება მთლიანად. ნუ შეგიძლია ესე გააკეთო და შავი მხარე გამოაჩინო. კარგია ეს, ამას ავიღებ და პატარა ტრაპიც გვინდა შავი ფერის, პატარა ტრაპი. რომელი ჯობია? ეს თუ ეს? მგონი ეს. ეგ არის მეგობრებო. შევარჩიე ყველაფერი, შევიძინე, მოიტანენ დღესვე სავარაუდოდ და ერთი სული მაგ როდის გააჩვენებთ უკვე ყველაფერს დაყენებულს. იმედია რომ ეგეც მალე იქნება. სამწუხაროდ ამ ვიდეოში ვერ ესწრება ეგ ამბავი, იმიტომ რომ ჯერ კაფელ-მეტლახია გასაკეთებელი. ეს ახლა იმიტომ ვიყიდეთ, რომ დასაშენებელი რაც არის, კაფელ-მეტლახამდე იყო საჭირო, რომ ჩაგვეშენებინა იმ კედელში და მერე გავაკრავთ კაფელ-მეტლახს და მერე უკვე მიყენდება ეს ყველაფერი და ვნახავთ როგორი გამოვა რა. ერთი სული მაგ როდის მოხდება ეგ. აქ ესეთი სიტუაცია. ეს დავაყენეთ. სხვა ესეთი აქ არაფერი არ არის ჯერ გაკეთებული და იმედია რომ აქაც მალე იქნება რაღაცა შედეგები. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გამოგვივა, იმიტომ რომ ვერანდა უნდა გავაკეთოთ რა. და ამ ვიდეოში იხილავთ დასრულებულ შედეგს რა, უკვე რაღაცას ვნახავთ ვიზუალურ ცვლილებას ჩვენს ბინაში როგორც იქნა. ხო. ეხლა რა ხდება? ფელს ვერანდაზე უნდა დავაგოთ კერამოგრანიტი თავიდან, აქ კი იყო დაგებული, მაგრამ ძალიან ცუდად იყო მოკლედ დაგებული და უნდა გადავაგოთ თავიდან, თან ფერიც არ მოგწონდა, რაც იყო დაგებული და სხვა ფერი უნდა დავაგოთ, როგორც არის დიზაინში. ასევე აგური უნდა გაიკრას კედლებზე და უნდა შეიღებოს, ზოგიერთი შეიღება, ზოგზე აგური გაიკრება, როგორც დიზაინერს აქ მოკლედ გაკეთებული ისე გავაკეთებთ. და ხო, კიდე უნდა ავამაღლოთ აი ეს მოაჯირები რა. ეს თუნუქი უნდა მოიხსნას. და სავარაუდოდ სხვა გადაეკრება სხვანაირი რა. და ამაღლდება დაახლოებით ესე აქამდე გაკეთდება. ალბათ, დიდი ალბათობით შუშა გაკეთდება რაღაცა ნაწილში და რაღაცა ნაწილში ალბათ აი ესე რკინის მოაჯირები, როგორიც აქვს ჩვენ მეზობელს, რამდენად ჩანს კადრში არ ვიცი. კარგად დაიმახსოვრეთ მეგობრებო, აქაურობა როგორია ახლა და როგორი იქნება ვიდეოს ბოლოს. 110 კვადრატია თუ არ ვცდები, მე მგონი 100 თუ 110 კვადრატია, მოკლედ 100 კვადრატამდეა დაახლოებით ეს ჩვენი ვერანდა რა, რაც არის გასაკეთებელი და პირველ რიგში ახლა უნდა წავიდეთ, უნდა შევარჩიოთ კერამოგრანიტი, აი ამ ვერანდისთვის. ხო, წავედით და ერთად დავარჩიოთ. მივდივარ ახლა მეგობრებო, ჯაოკენში. ჯაოკენში არის ძალიან კარგი არჩევანი კერამოგრანიტის და სავარაუდოდ ისეც როგორც ჩვენ გვინდა, მან შევარჩევთ. თან ხარისხი ვიცი რომ არის ძალიან კარგი რა. კარგი ხარისხის მასალა შემოაქვთ. ვერ აგიხსნით მეგობრებო, რამდენი ფული იხარჯება რემონტში და ჯერ კიდე არაფერი არ ეთყობა ბინას, მაღაზიაზე ვგიზდები რა. კეთდება რაღაცები, მაგრამ ვიზუალურად ჯერ ისეთია როგორც იყო და ამ ვიდეოში უკვე ეგ შეიძლება და ვერანდას ვნახავთ განსხვავებულს ისეც როგორიც გვაქვს გეგმაში და როგორიც არის დიზაინში. მოვედით ჯაოკენში და შევიდეთ ახლა ავარჩიოთ კარგი კერამოგრანიტი. ეს არის კერამოგრანიტებია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა ხის ეფექტი რო კონდეს რა. აი დაახლოებით ესეთი ტიპის გვინდა. უდიდესი არჩევანია, რა ვიცი. რაღაცა უნდა შევარჩიოთ, მეგობრებო. ესეც კაი ფერია.
არა ჩვენ გვინდა ეს ხა ძალიან მუქია. ჩვენ დიზაინში ცოტა ღია ფერი გვაქვს. ანუ ეს გვინდა რომ გავაკეთოთ ვერანდაზე. სადაც არის რა ქვია, ანუ დააწვიმს რა და რამდენად გამოგვადგება. ესე იგი, ესპანური კერამოგრანიტი, მაღალი ხარისხის, შეგიძლიათ როგორც შიდა ინტერიერში, ასე გარე ინტერიერში მარტივად გამოიყენოთ, იმიტომ რომ არის ყინვაგამძლე, ან თოვლი, წვიმა, ქარი ნებისმიერ სიტუაციაში მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ესე გამოიყურება ჩვენი რენდერები. მე მგონი ზუსტად იგივე ფერია რა, ყოველ შემთხვევაში თვალით ეგრე ჩანს. და ვიზუალურად რავი, ძალიან მომწონს ეს. მოკლედ მეგობრებო, რემონტი თუ გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჯაუკენში. ძალიან დიდი არჩევანია, რა ვიცი. კერამოგრანიტი გინდა, ფილა გინდა, შპალერი გინდა, აბაზანის აქსესუარი, ძალიან ბევრი რამეა მოკლედ აქ. მოკლედ 105 კვადრატი ვიყიდეთ კერამოგრანიტი, ის რომელიც შევარჩიე ხისფერი და მისი სამყოფი წებოცემენტი, რომელსაც დღეს ან ხვალ უკვე აიტანენ ბინაში, თქვენ უკვე ნახავთ გაკეთებულს რა, იმ რამდენიმე დღეს გადავახტეთ, მოდი. გავიდა ხანი მეგობრებო და აივანი დასრულდა და გაჩვენებთ ახლა როგორ გამოიყურება ჩვენი ვერანდა, ну აივანი ცოტა ისეთი ნათქვამია. ესე იგი აქ ბევრი რაღაც შეიცვალა ვიზუალში. როგორც ხედავთ, წითელი აგურით გავაკეთეთ კედლები, რაც მე ძალიან მომწონს და ქვემოთ კერამოგრანიტი დავაგეთ, რომელიც ჯაუკენში შევიძინე და ეს ხისფერი, მოკლედ აი ამ აგურის კედელს ძალიან მოუხდა. და საერთო ჯამში ბევრად ლამაზი გახდა ეს აივანი. აბა რა სიტყვით. ხო, ზემოთაც აი კედლები ნაცრისფერში შევღებეთ. ეხლა რაც დაგვრჩა გასაკეთებელი ვერანდაზე არის ამის ამაღლება. ეს უნდა ავამაღლოთ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ძალიან დაბალია, ნახეთ აქ შეიძლება თვალზე გადავარდეს ადამიანი. და ხო, კიდე საზაფხულო ფართი, აი ეს დაგვრჩა გასაკეთებელი. და ამასაც მალე ვიზამთ. მოკლედ, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში რავი რო გადააბა ალბათ 3 კვირა ვიყავი აქ და ამიტომ რემონტი იყო შეჩერებული. მაგიტო გაიწელა ამდენ ხანს რა. ეხლა უკვე აქტიურად დავიწყებთ ისევ კეთებას და ვიდეოებიც უფრო სწრაფად დაიდება. და ერთი სული მაქვს, როდის მივალ იმ კონდიციამდე, რომ თლიან დასრულებულ თავის ავეჯით ყველაფრით სახლს გაჩვენებთ და მაგ ვიდეოს მე დავდებ ჩემს მთავარ არხზე. სრული house tour-ი გვექნება მოკლედ იმ არხზე და ძალიან მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებთ. იქამდე ვლოგების სახით ამ არხზე დაიდება ვიდეოები და ეტაპობრივად გაჩვენებთ რას დავამატებთ და რა გაკეთება ახალი ამ ბინაში. ხო, ეხლა წესით ძალიან მალე არა, მაგრამ ბევრად მალე უნდა შეგხვდეთ, ვიდრე აქამდე ხვდებოდით ხოლმე. ასე რომ დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ჩემი ვერანდა, მე ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ ბევრი რაღაც აკლია კიდე. მე მთლიანად რო დასრულდება და მოლამაზდება და მოწყრიალდება აქაურობა, სულ სხვა ვიზუალი ექნება. მოკლედ, დროებით მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.